სახელმწიფო და ფერმერი ირინე ფოველიშვილთან ერთად. სახელმწიფო და ფერმერი სტუმრად ჩამოვიდა ბოლნისში რუსუდან კვარცხავასთან, რათა გაგაცნოთ როგორ აცხობს ენდემური ქართული ხორბლისგან პურს. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული, აბსოლუტურად ორგანული და ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ახალგაზრდა ქალი, რომელმაც საქმეად აქცია ჰობი, რომელმაც შექმნა რაღაც ახალი მიმართულება პურის ცხოვრებაში და მინდა ეს ქალბატონი იყოს მაგალითი რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე აკეთონ. მე პირდაპირ ვესტუმრები რუსუდანს, დარწმუნებული ვარ ახლა ის თავის საქმეშია ჩაფლული და აუცილებლად გაგაცნობთ როგორ ხდება ცომის დამუშავება გემრიელ პურის მისაღებად. რა კარგ დროს მოვედი. პური მზადდება გამოსაცხობად. მზადდება შესაბამისად პურში. როგორ ხარ? მეც არ ამიშავს. მიხარია რომ დღეს შენთან ვარ სტუმრად და მოდი გავაცნობ საქართველოს როგორ აცხობ დოვლისგან არაჩვეულებრივ პურს. ეს არის სრული ცეხველი. ამაში ცეხველი, ამაში ცეხველი, ამაში თეთრი არის სენის მაწვდომი. მასაც გამოვიტან. მაშინ ბუნებრივად რასაც ვაკეთებ? ეს უკვე ამოყვანილი ცომია, რომელსაც უკვე გამოსაცხობად ამზადებ, ხო? ჯვრისებრად გადავწერო ეს. ხო. ესე იგი ჩვენ ახლა უკვე საბოლოო პროცესზე მივდივართ, პურის ცხობის პროცესზე, ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანია ჯვრების გაკეთება, მით უმეტეს რომ ყველაფერი ქართული ხორბლით მზადდება. და ნომთაგორა და დოლი. და ახლა ეს მზა ცომი უკვე უნდა შევიდეს ამ ღუმელში. მიხარია რუსთან დღეს რომ შენთან ვარ. მე ძალიან დიდი ხანი არ არის ალბათ სადღაც 1 წელია რაც ვიცნობთ ერთმანეთს ეს პროექტთან დაკავშირებით და მე გამიხარდა რომ ნახე ღუმელი რომელსაც უკვე ამუშავებთ და საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის გაეროს პროექტი რომლითაც რეგიონ 24 ქალს მიეცა საშუალება ანუ 6 რეგიონის 24 ქალბატონს შეუძინეთ ტექნიკა სწორედ გაეროს დაფინანსებით. ეს ორი პროექტი იყო UNICEF-ისა და FRLD-ის და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მომგებიანი იყო თქვენი საქმიანობისთვის. და ამ პროექტზე ვისაუბრებთ ზოგადად. საიდან გაჩნდა იდეა, რომ თქვენ ამ საქმეს შეჭიდებოდით? აი რომ გითხრათ რა ხა ვიდექი და ვფიქრობდი, რომ აი მაინც და მაინც პური უნდა მეცხო, მართლა არ ყოფილა გითხრათ რაღაც, მაგრამ სანამ პანდემია დაიწყებოდა, ეს იყო 18 წელი, 18-ის ბოლოს დაიწყო პანდემია, 19-ის დასაწყისში. შევხვდი ეს სოციალურ ქსელში მამაოს, რომ ისე ნახე ამოვარდა მამაო, რომელიც მაჭრის საფუარს და სიმინდის ფქოს ზელს აშობს და მე ამას იყენებს საფუარისთვის უკვე საფუარად. ხო და მთელი პროცესი იყო ამ ვიდეოში და რაღაც დავინტერესდი ძალიან და დაჟე მასეთ მახსოვს მამაოს დაურეკე კიდევაც დაწვრილებით რომ კარგად რო გავერკვიე რაღაცა აეხსნა რაღაცები გავაკეთე ოქტომბრის თვე იყო მახსოვს მაგრამ იმდენად შრომატევადი აღმოჩნდა მე რომ დავფიქრდი უკვე ეს ბურთები კი გავაკეთე მოვზილე მაჭარში მჭადის ფქვილი გავაშრე რაღაც ეს პროცესები გავიარე მაგრამ თვითონ პურამდე ვერ მივედით ეს მე ვიფიქრე რომ ჩემი საქმე არ იყო და ეს გამშრალი ისინი რა ქვია პატარა ბურთები მაცივაში შევინახე. მე უკვე პანდემია წამოვიდა,
მე მართალია მთელი პანდემიის სახში არ მშვიდობარ, ჩვეულებრივად მუშაობდი და რაღაცნაირად წამოვიდა იდეა, რომ გამახსენდა უბრალოდ რომ მქონდა ეს ბურთები და მოდი მეთქი, რომ სახლისთვის ცოტა რანაირი გამოვათქო. გამოვაცოცხლე, თუ რკომად გაცოცხლება მოკლედ. ძალიან მოკლედ არ გამომივიდა ის ვერსია, რომ ეს სახლისთვის რაღაცა დამეწყო, მე რაღაც მოვიძიე ინფორმაციები, გავწევრიანდი ჯგუფში, ქულანხილებში. იქ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც გავიგე და ესე პანდემიის პერიოდში დავიწყე ესე ჩემთვის რაღაც გართობის თვალსაზრისით და ოჯახში რომ ეხლა რაღაც ერთი პური მაინც გამოსულიყო. ძალიან აზარტული აღმოჩნდა მართლაც მის მოზელა. ყველა რომ ვიდეო ხოლმე დასაცებად შუაღამისას ვიწყებდი ხოლმე ჩემი პატარა იმაში 1 კილოგრამამდე ზელდა. ჩვენთან ზელოს პროცესი ის რომ გამოიყოფდნენ როგორც წელება, მე რაღაც ეს პროცესები და მოკლედ აი მივხვდი რომ ძალიან ჩამithრია. მე უკვე რომ პური გამოვიდა თითქოს ძალიან ბევრი ვიწვალე მოკლედ ბევრი ადამიანის ის მივიღე ინფორმაცია, ეს საფუარი როგორ უნდა გამემზადებინე თავიდან, ხილის ფერმენტზე დავამზადე მე საბოლოო ჯამში და ძალიან ბევრი ეს პროცესები გავიარეთ. მე სამსახურშიც მქონდა ხოლმე ეს რაღაც ჩემი გამოცხალი პური და იქ თავს იწოვ. ხო რაღაცა ხო რა გამოვა, აი ყველა ჯერზე ველოდებოდით ყველანი რა გამოვა და ესე რაღაცნაირად დავიწყე სახლისთვის, მე სამსახურში მიმქონდა და იქ გაჩნდა იდეა რომ მოდი ეს შენი პური ისეთი საინტერესო და იმდენად ჩამომარგებელია ხელოვნური საფუარის გარეშე. მოდი რაღაცნაირად ხელი შეგეწყობოდ, ხელს შემიწყობდნენ ესეთი წინადადება წამოვიდა, რომ იქვე გაიყიდებოდა ცოტ-ცოტა რაღაც თავიდან. საერთო ჯამში აი მაშინაც კი ხარო უფიქრდები ის პური არ იყო. მართლა არ იყო ის პური და ეს რაღაცნაირად წამოსული იდეა დღემდე იმ იდეამ და იმ რაღაც ნაპერწკალმა იქ თანამშრომლების კიჟინამ და ხარში დგომამ დღეს მომიყვანა აქამდე. უკვე რო ვიცოდი რომ ქართული ფული უფრო რამდენად მარგებელი იყო დადებითი თვისებები მქონდა, უფრო თამამად შევეჭიდე მე. განწყობაც უნდა გქონდეს ძალიან კარგი. სხვათა შორის აი განწყობაზე გამახსენდა ახლა პირველი შანწლევანდელი აღდგომა, არა შანწლევანდელი აღდგომა. პირველი წელი იყო მოკლედ ამ საფუარისთვის და ჩემი პასკებისთვის და დედას არ ეჭერა რაღაცა უშვილო ახლა ხალხს ისი არ გამოსდისო და ახლა ამითიო როგორ შეიძლება ახლა გაფუდეს პასკაში ამდენი ცხიმი. არა მე ვთხარი და გავაკეთე და მართლაც ისეთი პასკები გამოვიდა ესე რომ დავტოვებდით რომ მეორე დილას საილამაზრო გადმოსულიდებოდა და ისინი ხაროდა. მოდი მაყურებელს კიდევ უფრო კარგად ავიხსნათ. ერთი რომ ქართული ხორბალია შენს პურში მთლიანად ხორბლის ფქვილია გამოყენებული. მეორე უფრო ხშირად თქვენ ხმარობთ ცეხვილს და არა სუფთა ფქვილს. ცეხვილსა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ძალიან ცუდად ვიქცევით. ის რომელიც ყველაზე ბევრ მინერალს შეიცავს, იმას საქონელს ვაჭმევთ და ის რომელიც ჯანმრთელობისთვის არ არის მთლად კარგი, სახამებლით გაჯერებულს იმას ჩვენ მივირთმევთ. აი ცეხვილი, ამიტომ ჯერ ერთი ცეხვილის პური, ამიტომ არის კარგი და პლუს კარგად აუხსნათ, როგორ საფუარს ხმარობ. აი ეს არის თავარი კი, ანუ მე სულ ხას უსმენ ხოლმე ჩემს პურებს, ანუ ჩემ პურში ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი უბრალოდ მნიშვნელოვანი არის თვითონ ფქვილი, ჩვენი ენდემი, დოლის, ცეხვილი და ლომთაგორას პირველი ხარისხის ფქვილი და ყველაზე კიდევ უმნიშვნელოვანესი არის ცოცხალი საფუარი. ეს არ არის ხელოვნური საფუარი, ცოცხალი საფუარი, რომელიც ბაზა არის ხილის ფერმენტი და თაფლი და შემდეგ მისი კვება ხდება ყოველდღიურად. ანუ ადრე მე მახსოვს, ანუ ჩვენს მხარეს ყოფილა ისე რომ გუნდებს ინახავდნენ, ანუ ცოცხალ მოზოლდნენ, გუნდას წყვეტდნენ, ინახავდნენ რაღაც მის თიხის ქილაში, ფხვილმოყრის თუ მარილმოყრის რაღაც უდათ არ მახსოვს. ქვილში. კი და იმას ანუ შემდეგ რაღაცა გარკვეული დროის მერე იმას იყენებდნენ და ჩემ შემთხვევაში ასე არ ხდება. მე ყოველდღიურად კვებავ ამ საფუარს და ყოველდღიურად ხდება მის ფერმენტაცია, ანუ ფაქტობრივად ყოველდღიარი განახორციელება. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული საფუარი, ის რასაც ჩემს ბავშვობაშიც იყენებდნენ, მანამ სადამ სველი საფუარი შემოვიდო და შემდეგ ფქვიერი საფუარი. ეს იყო ჩვეულებრივი ხაში. ხაშს ვეძახდით, რომელიც ქილებში ინახებოდა და დედას პური სწორედ ყველაზე გემრიელი აი ამ ხაშით წყვებოდა. აი ხაც სწავლის პროცესში ვარ, ხა მე თვითონ ასწავლი ვარ, მე თვითონ ჩემით ვხვდები რაღაცებს, შეცდომასაც ვუშვებ. აი ამ რაღაცების ფონზე მაინც სწავლის პროცესში ვარ კიდე. გაფართოებას არ გიდგა? გაფართოებას ეს ჩემი იდეა, მოკლედ ჩემი მიზანი არის, რომ ჯერ ფაქტიურად არაფერი მცირეც შეიძლება ითქვას, რომ არ ვარ ჯერ მცირე საწარმოო და ჯერ მის დიდია და
გასავლელი გვაქვს ბევრი მანძილი, მაგრამ ჩემი მიზანი ის არის, რომ ანუ რაღაცა ბოლნის გავწდე. ოღონდ გავწდე ისეთ აი ყოველ სისტემურად გავწდე, ხვდებით? აი ეს არ იყოს სიტყვაზე ერთჯერადად სადღაც რაღაც მიგვიტანო, არ გამოვიდეს და რაღაცა მე მინდა რომ სისტემურად მოხმარებელი გყავდეს. ეს ჩემი მიზანი არის, რომ აუცილებლად უნდა გავფართოვდეთ. და ამისთვის რა გჭირდება? ამისთვის მჭირდება პირველ რიგში მაქვს ხო აღნიშნეთ კიდევაც ანუ გაეროს პროექტის ფარგლებში მივიღეთ 5000 ლარიანი ტექნიკური მხარდაჭერა ეს იყო პირველადი ანუ რაც კი ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ძალიან ესეთი შედეგიანად ვხმარო ამ ყველაფერს მომავლისთვის მჭირდება უფრო დიდი მაცივარი სადაც უფრო პურს გუნდას შევინახავ და მოხდება მათი ფერმენტაცია და შენახვა ცომის უფრო ისეთი რაც პირველი არის ეხლა ეს რაც მახსენდება ეს არის დიდი მაცივარი ძომის მაცივარი და ცალკე საცხობით ნუ ეს ეხლა ეს თავის და ჩვენ ნახეთ ეხლა ეს ღუმელი მაგას სხვანაირად დამონტაჟება ჩაშენება ჭირდება ფართი აი ეს ეხლა ყველაზე ის არის აი ფართი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში როცა უკვე ვიქნების საწარმო უნდა იყოს ცალკე ფართი დღეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჯანმრთელ კვებას ჯანსაღად კვებას აი მე ვფიქრობ რომ თქვენი პური ერთ-ერთი კომპონენტი გახდება აუცილებლად ჯანსაღი კვების პროცესში და საინტერესო იქნება მისი მართლა სერიოზულად გაფართოება თუ მიგიმართავთ რაიმე პროექტისთვის კი აი აღნიშნეთ რომ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა ეს იყო გაეროს მის გარდა იყო ეს აწარმოეს საქართველოს რომელიც ბოლომდე ვერ გავედით იმის მერე სიმართლე რომ გითხრათ აღარ მქონია მცდელობა რომ ამ პროექტში მივიღო მონაწილეობა აი თუ ესეთი უნდა мотивация უნდა მქონდეს ესეთი რაღაცნაირი შინაგანი განწყობაც ეთყობა რომ რაღაცნაირად ესე იგი იმ უარმა რაც აწარმოეს საქართველოსთან მიიღე არა არ შეიძლება არ უნდა გაჩერდე არ უნდა გაჩერდე უნდა იბრძოლო იმიტომ რომ ისეთ საქმეს ეჭიდები და ისეთ კარგ რამეს აკეთებ რომ მისი ასე არა უბრალოდ აი ამ კონკრეტულ ამ პროექტში რაღაცნაირად ხო ნუ რაღაცა ჯერ ვერ მოვიხიბლე ამითი არ ვიცი ეტყობა რაღაცები რომ მივედით გადავლახეთ ცოტა გავირკვიეთ ცოტა შიგნითაც ჩავიხედეთ და ამ ეტაპისთვის თავი შევიკავეთ და ნახოთ მომავალში იმ მართალი ბრძანდებით ანუ საკუთარი სახსრებით რთული იქნება ამ ყველაფრის გაკეთება კი არა ნუ ამ ეტაპზე წარმოუდგენელი ჩემთვის და ნუ პროექტი გჭირდება აუცილებლად გარდა პურის ცხობისა რას აკეთებ კიდე გარდა პურის ცხობისა წამოვიდა სააღდგომო პერიოდში პასკების ცხობის ინტერესი დიდი იყო ჩემი მხრიდან და გამოვიდა ეს იყო აი ნამდვილად აი არ ვიცი ხა ბევრს დღემდე თუმცა პურის ცხობაში წარჯერა ხალხს რომ ხელნურ საფუარს არ ვიყენებ და კითხვები ჩნდება რომ აი მართლა დავიჯეროთ არ შეიცავს არაფერს და პასკების შემთხვევაში ხო საერთოდ ხა ამდენი ასეთ მას რა ქვია პასკას ამხელა ცხიმის პატრონს როგორ შეიძლება გაფუდეს ესე და ეს გამოცა ჩავაბარეთ მოკლედ საშობაოდ იყო უკვე შტოლენი გერმანული ნამცხვარი ესეც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვისაც უცხო მე საერთოდ ანუ არც მენახა არც მსმენო და არც არაფერი და აი ესე ინტერნეტ სივრციდან მოკლედ ეს არის გერმანული საშობაო ნამცხვარი არის გერმანელები შობის მარხვაში 2-3 კვირით ადრე იწყებდნენ ცხობას ანუ ამის მზადებას და თქონდა ცოცხალ საფუარზე ჩემ შემთხვევაში და ისედაც ცოტას უკეთებენ რაღაც საფუარს ნუშზე მზადდება რაღაცა ხილს და რაღაც საინტერესოა ძალიან ცოტა რიტუალური დადურთვაც ქონდა ეს რაღაც და აქ ბოლნიში და საერთოდ ქვემო ქართლში ეს გერმანული სოფლებიც იყო ჩვენ ვიყავით ანუ ბოლისი იყო ადრე ბოლნიში ცხოვრობდნენ გერმანელები თუმცა რომ გითხრათ ეხლა რომ რაღაცა მის ინტერესით რა რაღაც ბოლნისთან არა უბრალოდ თავისთავად მოხდა ეს რაღაცა და ალბათ რაღაცას ისე შინაგანი რაღაცა ეთქობა უბრალოდ ესე არაფერი არ მე ამის მწამს ხა ისე არაფერი ხდება ესე რაღაც მოვიდა და მოხდა ეს რაღაცა არ ხდება ხო რაღაცა ხო ძალიან დავინტერესდი აი რაღაცა აი მართლა ძალიან ესეთი არის ეს თითქოს იმდენად კონტაქტში ხარ ცომთან თვითონ რომ აი სულ ამბობ ხოლმე რომ აი თითოეულ ზელვის დროს ახლა ცოტა ხელითაც რო ზელ უფრო სხვანაირად ენერგეტიკას ცოტა სხვანაირად გრძნობს აი მართლაც რაღაცა თითქოს გელაპარაკებაც რომ რაღაც უცნაურია რა მე არ მქონია ახლა აქამდე კი სახში ვაწყობდით ახლა ცომს რაღაც ორს ვყოდით ახლა ცომს ჩემთვის ახლა ეს შორი რაღაც მაგრამ აი მე თვითონ არ ვიცი განვეწყვე ამისთვის არ ვიცი ნუ მოკლედ რა მოხდა არ ვიცი ვერ გეტყვით
აი ესე გავიღვიძეთ და აღმოჩნდით ხო, აი ესე გავიღვიძეთ და აღმოჩნდით მე და ცომი ძალიან ისე ახლო კონტაქტში და ისეთ კონტაქტში რომ აი ხომ გეუბნებით აი ჩემი განწყობა რომ ეს გამოვა ეს ესე გამოდის. ანუ წინაღობა ხომ არის ხო აი რაღაცა ხა ის გამოვა აი რატო აი რო გაფუჭდეს ამ ხელა რაღაცა ნუ ზარალი რაღაცა შენი გულისხმობა არა აი რო ვიტყვი რომ გამოვა ეს რაღაცნაირად გამოდის იმდენი ღამე მაქვს გათენებული და იმდენი შრომა მაქვს ჩადებული თუნდაც აი ჩემი აი ცოდნა მარტო თეორიულად არ მოდის რა თეორიულად იკითხავ აი პრაქტიკაში იმდენი ენერგია ცოდნა დრო აი არ ვიცი რა ყველაფერი მაქვს ჩაკარგული და ჩადებული რო არ მდომებოდა და რო არ მქონებოდა სურვილი ამას მართლა არ გავაკეთებდი ხო და ეს რაღაცა ისეთი რაღაცები ხდება თავისთავად რომ მე ამას არ ვგეგმავ და ხვდები რომ ალბათ სტორ საქმეს ვაკეთებ უფალსასე ნამდვილად ხდესნება ყველაფერი და მე ამის ნამდვილად ჯერა რომ იმდენი რამე კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ პურების შემდეგ რომ აი ეს თუნდაც პურებთან ერთი წლის უკან ახლა საერთოდ ვამბობ რომ არაფერი გამაჩნდა ცარელი ხელებით აი ჩემი პირდაპირ გაგებით ჩემი რესურსებით კი და ენთუზიაზმით ვაკეთებდი ყველაფერს და ეხლა დღეს უკვე ასე თუ ისე მე მაქვს ის პირველად რაც მჭირდება ყველაფერი ამ ეტაპისთვის ნუ კიდევ ბევრი რამე მჭირდება მაგრამ წინსაფარზე გაქვს არტიზანული საცხობი. ბოდი განმარტება მივცით. არტიზანული საცხობი ეს არის და არტიზანული ცხობა, არტიზანული პური არის, როცა ადამიანი თვითონ თავისი ხელით, ყველა თავის ხელით, ყველა პური იქნება, ხა მეტყვის ალბათ ყველა, რა იცი რა, ყველა პური იქნება ადამიანის ხელით, მაგრამ სხვაობა ის არის, რომ უფრო მეტად ხარ კონტაქტში ცომთან, თვითონ პური არის ისეთი, რომ ყველა ერთნაირი არ გამოვა ჩემ შემთხვევაში ხა ჯვრისებრად ვსერავ და მიუხედავად იმისა რომ ჯვრისებრად ისერება მაინც ხვანაირად გამოდის პური ანუ სტანდარტულად ესე ქარხნული პური არ არის აი ეს არტიზანული პური ზუსტად აი შენი ადამიანის მიერ შექმნილი მე ვფიქრობ რომ ხელნაკეთი ხელოვნებასთან კავშირში არის რაღაცნაირად ხელნაკეთი ადამიანის თვითონ თავისით შექმნილი შემოვედი ეზოში თუ არა საოცარი სილამაზე დამხვდა სხვათა შორის ეს მაღალი ტემპერატურის ფონზე ასე კარგად შენარჩუნებული ბაღი დედას დამსახურება ეს იქ დიზაინერი დედა კი დამათვალელებინე ბაღს კი ბატონო წამოწანდით საოცრად ლამაზი დაახლოებით 10 წელიწადია დაახლოებით არა უკვე ვარ ანსამბლის სოლისტი ფოლკლორული ანსამბლის რომელიც და ესე იგი მღერი კი შეგადაში როცა მაგდადაში ვარ ვგალობ ყველაფერი საინტერესო აღმოჩნდი რუსუდან პირველივე ნახვის დროს მივხვდი რომ საოცარ გოგოსთან მქონდა საქმე დიდი მადლობა შენი თვალით დანახული ბოლნისი მაინტერესებს ბოლნისი ძალიან საინტერესო და ძალიან პერსპექტიული რაიონი არის აი ძალიან ბევრი რაღაცა კეთდება ახლა იმისთვის რომ განვითარდეს აი ძალიან ბევრია ძალიან დიდი რესურსი აქვს ამისთვის ბოლნის და ვფიქრობ რომ მომავალში სერიოზულ სიტყვას იტყვის ქვეყნის მასშტაბით რა დიდი პერსპექტივა აქვს თუნდაც მეურნეობის მხრივ მეღვინეობა ძალიან ვითარდება და ძალიან საინტერესო კუთხეა მოკლედ ბოლნისის მეღვინეობა კიდე ცალკე სალაპარაკო და ცალკე თემა არის და ძალიან ბევრი რამ საინტერესო ხდება და აი სულ ვფიქრობ რომ აი ადამიანის დაბადებაც კონკრეტულ სივრცეში ისე არ ხდება ისე ყველას თავისი დანიშნულება აქვს და მისია აქვს ამ ქვეყანაში და მადლობა ღმერთს რომ მეც რაღაცით მომეცა იმის საშუალება რომ ამ მისიას ესე ცოტა ისეთ ფართო მასშტაბურს თავს მივცემ მის უფლებას და ვიტყვი რომ ესე ადამიანების ცხოვრებაში შევდივარ ფაქტიურად მე ჩემი პურებით ყველა სახლში შევდივარ და მადლობა უფალს რომ ეს რაღაცა პასუხისმგებლობა მომცა და ვფიქრობ რომ ყველას აქვს ამისი საშუალება ჩვენს რაიონში როგორი მდგომარეობა დემოგრაფიული თვალსაზრისით? დემოგრაფიული თვალსაზრისით ცოტა ისეთი არასახარბიელო, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ უბრალოდ დატვირთული რაიონი ვართ. აქეთ უფრო აზერბაიჯანული მოსახლეობა არის და ქართველები მხოლოდ ფაქტიურად მარტო რაიონში ცხოვრობენ. დანარჩენი სოფლები უფრო ის აზერბაიჯანული სოფლები არის და შესაბამისად ეს ქართველები სამწუხაროდ ეთნიკურ უმცირესობაში ვხვდებით. ცოტა ისე შეეცხლა მაღლაც რაღაც ითქვა თითქოს, მაგრამ ფაქტია. კი. ამიტომ უნდა ვიფიქროთ. კი. ვიფიქროთ. უძველესი, ძირძველი ქართული ენა ძალიან საინტერესო კუთხე და საინტერესო მხარეა ნამდვილად ისტორიულად. კი. საინტერესოა. სახელმწიფო და ფერმერი ირინე ფხოველიშვილთან ერთად.